ეხა ყველაზე უფრო თავარი სათქმელი რაც მინდა თქვა და შენც მინდა ამაზე გელაპარაკო. კანის ფესტივალი ჩატარდა ეხა ვიცით ყველა და მოკლედ მარიკა ბაკურაძე რა დავით ან მიყვარს ეს ჟურნალისტი რა აი მაგარი გოგოა მაგარი ჟურნალისტი და პროფესიონალი და კულტურულია და ჯერ კანის ფესტივალზე იყო გასაშუქებლად იქ ხავერ ბარტეს კითხვა დაუსვა უმაგრესი თვითონ ისიც გაგიჟდა ძალიან მაგარი კითხვა დაუსვა რა და ეს ამომწურავი პასუხი გაცა და წარმოიდგინე და აქ იფხელა იმის ქვეშ ზეწოლის ქვეშ და გინების ქვეშ და იმის ქვეშ მოაყოლეს ბულინგის ქვეშ რა რომ აი გული შემიწუხდა მე არ ვიცი კულტურაზე მომუშავე და რატო კანის ფესტივალზე დადიოდნენ ძირითადად სულ მთელი ასე წლების განმავლობაში რა აი მათ ჰქონდათ გათელილი მოკლედ რა გოგი გვახარია ნინია კაკაბაძე აი ესენი იყვნენ რა კინოს ამბავში კინომწოდნეობის ამბავში ესენი იყვნენ რა ეს როგორც გამოეცალა და წავიდა მარიკა ბაკურაძე დაუწყეს ისეთი არა და ყავს 16 და 17 წლის ბიჭები თუ გოგოები არ ვიცი რა შვილები რა მოკლედ რა და ნუ ხა ამას თავისთვის კიდე არა შვილები რო უყურებენ ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში იმაში ბავშვისთვის და ართული გადასატანია თან რაღაც სამიც არაშუქებს მიდის და კულტურულ ღონისძიებას აშუქებს თან ამასაკის ბავშვებისთვის რა ეს მინდა აი მარიკას კი არა ბავშვებს მაგის შვილებს მინდა შეუთვალო აქედან რა ძალიან მაგარი დედა გყავთ აი უმაგრესი ჟურნალისტი უმაგრესი გოგო და რა ვიცი ყველაფერი არა ყური არათხოვოთ არავის რა ეგენი არიან ბოღმიანი შურიანი და შეუმდგარი ხალხი რა აი ამ ფულებით просто აი მიდიოდნენ 20 წლის განმავლობაში მიდიოდნენ კანში და გულაობა და მოდივარ ერთი კითხვა არ დაუსვავს აი ესეთი მარიკამ რო დასვათ წელს არავის 20 წლის განმავლობაში არავისთვის ასე რომ შვილებო ძალიან მაგარი დედა გყავთ და არი ნერვიულოთ არაფერზე რა. მეც მინდა რომ უთხრა პატარა რეპლიკას დავამატებ ბავშვებისთვის რომ ყოველთვის როდესაც მეკითხებიან რომ აი როგორ უძლებ ამ ჰეიტს ანუ ჩემს არ არსებობს ეს ჰეიტი არ არის ეს ერთი და მეორე აი ბავშვებო ღმერთმა არ დააყენოს ის დღე როდესაც ნაცის საქებარი გავხდებით. ესე იგი რაღაცა ძალიან გვეშლება, ძალიან გვეშლება რა. კი ბატონო, ზაფხული აი ისეთი პროფესიონალური ჟურნალისტია რომ აი რასაც ხელს კიდევს და რასაც აკეთებს და კიდე ყველაფერი ძალიან მაგარი საინტერესოა. ძალიან მაგარი ინტელექტითაც, ცოდნითაც, ყველაფერით რა. აი ჟურნალისტი კი არა. ჟურნალისტი ეს განსხვავება არის აქ თბილისში და საქართველოში არიან ჟურნალისტები და არიან ჟურნალისტი რა. მარიკა ბაკურაძე არის ეგეთი. რა მე თუ მკითხავთ იმედში მარიკა ბაკურაძისნაირი ჟურნალისტი მე არ მგონია რომ იყოს რა. და ისეთი დახვეწილი ინტელექტით და ყველაფრით რა. ასე რომ ნუ ინერვიულს ნურც მარიკა და ნურც მისი შვილები ყველაფერი ძალიან მაგარი ადამიანი მე მახსოვს მერაბ ნინიძისთან ინტერვიუ ქონდა მომგას რა ჩვენ მერაბთან და ნუ ძალიან მაგარი ინტერვიუ ქონდა რა მაგარი და იმის მერე რაღაცნაირად რომ პირველად რომ მოვისმინეს და იმის მერე შემიყვარდა რა ეს ჟურნალისტი და რასაც აკეთებს ვადევნებ თვალყურს და ყველაფერი ძალიან მაგარად პროფეს ცოდნით სიღრმისეულად კვლევებით და ყველაფერი. იმიტომ გადაუარეს. ანუ ხო ხედავენ სტან შეგონია თვითონ ვერ ხვდებიან სად არიან ეს ჟურნალის საკუთრებაში ისინი სახში რომ მიდიან მარტო რომ რჩებიან სახში საკუთარ თავთან. აი ბოდიში რა უნდა აყაროლებულ საკუთარ თავთან და საკუთარ მორალთან რომ რჩები ისინი ძალიან კარგად ხვდებიან ის სად არის. და იმიტომ აი ეს აძლევს იმ გაბოროტებას რომ აი ეგრე ყველაზე კარგი იჩაგრება ყოველთვის. ხო ეგ არის. სუდაც მადლობა უნდა უთხრათ, მეტი არაფერი. უდიდესი მადლობა. უდიდესი მადლობა, კი ბატონო, მარიკა, ჩვენგან ძალიან დიდი სიყვარული და თქვენ კიდე გეტყვით, რომ მიბაძეთ ჯობია. მიბაძეთ ნიჩში, ჟურნალისტურ საქმიანობაში და არ წააგებთ არავინ რა, იმიტომ რომ დღეით არ თავდება ყველაფერი რა და აი მივარდით და ყეფით რა, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღე რა. ჟურნალისტიკა თუ გინდათ რომ შეადაროთ თქვენი და მარიკა ბაკურაძის რა.